წარმოიდგინეთ, უზარმაზარი იმპერია. ხო იცით, აი რუკას რო დახედავთ და საზღვრები შავი ზღვიდან პირდაპირ კასპიის ზღვამდეა გადაჭიმული, ნიკოფსიიდან დარბანდამდე. და ჩრდილოეთ კავკასიიდან სულ ქვევით არარატამდე. კი, ეგ მართლა წარმოუდგენელი მასშტაბია იმ დროისთვის. ნამდვილად. და ეს ხდება მე-12 და მე-13 საუკუნეების მიჯნაზე. ანუ საქართველო ამ დროს რაღაც რიგითი სახელმწიფო კი არ არის. ესაა რეგიონის აბსოლუტური დომინანტი ზესახელმწიფო. ზუსტად. მაგრამ საქმე რაშია იცით? გადის სულ რაღაც რამდენიმე ათწლეული. და ეს უზარმაზარი ერთი შეხედვით სრულიად ურყევი კოლოსი უბრალოდ ინგრევა, ნაწილებად იშლება. და როდესაც ასეთ ისტორიულ კატასტროფებზე ვფიქრობთ ხოლმე, ანუ ხშირად გონია რომ მიზეზები ძალიან მარტივია. მოვიდა უცხო მტერი, გაიმარჯვა ბრძოლაში და დაგვიპყრო, ხო? ხო, ეგ კლასიკური ახსნაა ხოლმე. მაგრამ ჩვენს დღევანდელ სიღრმისეულ განხილვაში, წყაროებში ჩაძირვისას, სულ სხვა სურათს ვხედავთ. აი ზუსტად ეგ მინდა ვთქვა. სურათი ბევრად უფრო რთულია, ბუნდოვანი და, რავი, ალბათ შოკის მომგვრელიც. და მთავარი კითხვაც ეგ არის, როგორ დაინგრა ასეთი ძლევამოსილი სტრუქტურა ასე წარმოუდგენელად სწრაფად? ეს ალბათ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცანაა. ჩვენი მიზანი ცხომ დღეს სწორედ ამ მექანიზმების გაშიფრვა. ანუ წყაროებზე დაყრდნობით უნდა მივაკვლიოთ იმ ფარულ ბზარებს, რომელმაც სახელმწიფო შიგნიდან გამოხრა. კი, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ თარიღების მშრალი ჩამონათვალი. არა, რა თქმა უნდა. მოდი ესე ვთქვათ. დღეს ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მონგოლთა შემოსევების ერთგვარი პეპლის ეფექტი. გავარკვიოთ, რა ფასი აქვს საინფორმაციო ვაკუუმს და რაც მთავარია, შევისწავლოთ ის შიდა ძალაუფლებრივი ინტრიგები, რამაც ფაქტობრივად იმპერიის კოლაფსი გამოიწვია. ძალიან საინტერესოა. მოდი მაშინ ყველაფერი დავიწყოთ ზენითით. თამარ მეფის ეპოქა ავიღოთ. აი, წყაროებში რო ვკითხულობთ მის ტიტულატურას, ჟრუანტელი გიulis ადამიანს, ხო იცით, მეფე და დედოფალთ დედოფალი, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. მთელი აღმოსავლეთი და დასავლეთი მის ფერხთითაა. ეკონომიკა ყვავის, ირგლივ ყველა ვასალია და ხარკს იხდის. კი, ზუსტად. მაგრამ აქვე იკვეთება ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი გეოპოლიტიკაში, 1204 წელი. ანუ ჯვაროსნები იღებენ კონსტანტინოპოლს, ბიზანტიის იმპერია ფაქტობრივად ინგრევა და უცებ რეგიონში ჩნდება უზარმაზარი გეოპოლიტიკური ვაკუუმი. და აი მანდ უნდა დავაკვირდე ძალიან კარგად, რას აკეთებს საქართველო. ეს არის ის მომენტი, რაც აჩვენებს სამეფო კარის ამბიციებს. ანუ თამარის ინიციატივით და ქართული არმიის უშუალო სამხედრო მხარდაჭერით შავი ზღვის სანაპიროზე ფუძნება ტრაპიზონის იმპერია. და თახტზე თავის დის შვილს სვამს, ხო? ალექსი კომნენოს. კი, ბიზანტიის დინასტიის წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში იზრდებოდა. ანუ მოდი პირდაპირ ვთქვათ, საქართველომ შეექმნა თავისი საკუთარი მარიონეტული ბუფერული სახელმწიფო. ამით ხომ რეგიონული ჰეგემონია კიდევ უფრო განიმტკიცა. აი, თანამედროვე ენაზე რომ თქვათ, თქვენ ვინც გვისმენთ, წარმოიდგინეთ, რომ ხართ დიდი კორპორაციის დირექტორი. ხო? და თქვენი მთავარი გიგანტი კონკურენტი ბაზარზე მოულოდნელად კოტრდება. თქვენც დრო არ დაყოვნეთ და მაშინვე შეიერთეთ მისი სტრატეგიული აქტივები. შეხვედით იქ, სადაც აქამდე შესვლა წარმოუდგენელი იყო. ეს ხომ ტრიუმფია? კი, მოკლევადიან პერსპექტივაში ეგ აბსოლუტური ტრიუმფია. ძალის უპრეცედენტო დემონსტრირება იყო ეგ. მაგრამ რაღაც ყოველთვის ხდება ხოლმე. ხო, მაგრამ თუ ამას გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ, შენი კორპორატიული ანალოგია რომ გავაგრძელოთ, წარმოიდგინე ზეიმობ ამ კონკურენტის გაკოტრებას და ვერაცნობიერებ ერთ კრიტიკულ დეტალს. რას? დიდან მომავალი ახალი, ბევრად აგრესიული ძალისგან. ანუ ბიზანტიის დაშლამ საქართველო დატოვა მარტო, პირისპირ იმ უცნობი საფრთხეს წინაშე, რომელიც შუა აზიის სტეპებიდან უკვე დაძრული იყო. ვაუ, ანუ ჩვენ თვითონვე დავრჩით ფარის გარეშე. და აქ უკვე მივადეკით იმ ნაწილს, რომელიც წყაროების კითხვისას პირადად მე ყველაზე მეტად მაგიჟებს. 1230-იანი წლების დასაწყისია. ტახტზე ზის თამარიშვილი, გიორგი მეოთხე ლაშა.
ენერგიული და ძალღონით სავსე მეფე. კი ბატონო, ემზადება მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასასვლელად რომის პაპის თხოვნით. არმია მობილიზებულია, მორალი უმაღლეს დონეზეა და უცებ ჰორიზონტზე ჩნდება ვიღაც სრულიად უცნობი ძალა. 1220-1222 წლებში სუბეიდაისა და ჯებეს მონგოლური სადაზღვერო რაზმები შემოდიან. და ეგ რაზმები უბრალოდ ხო, ბარდავთან და ხუნანთან სასტიკად, მიწასთან ასწორებენ ჩვენ საუკეთესო ქართულ არმიას, მეფე გიორგი ლაშა მძიმე ჩავდება და იღუპება. ანუ კარგავთ მეფეს, უკარგავთ ელიტურ ჯარს და მერე რა ხდება? ტახტზე ადის მისი და დედოფალი რუსუდანი და რომის პაპს წერს წერილს. წარმოგედგენიათ, წერს რომ ჩვენ ეს უცნობი ხალხი, ანუ მონღოლები, თურმე ქრისტიანები გვეგონაო. კი, რუსუდანი ზუსტად მაგას წერს, გვეგონა ქრისტიანები იყვნენო, რადგან მუსლიმებს ებრძოდნენო. მოიცა, ეხომ წარმოუდგენელია. ერთი წამი გავჩერდეთ აქ. ანუ, რეგიონის მთავარ ზე სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს მთელი კავკასიის მართვაზე, არანაირი დაზვერვა არ ხავდა. როგორ შეიძლებოდა გეგონოს, რომ ვიღაც უცნობი მომთაბარე არმია, რომელიც შენს ჯარს ანადგურებს, ქრისტიანია მარტო იმიტომ, რომ სხვებსაც ებრძვის. რავი, ეს ხო უდიდესი გულუბრყვილობაა. ერთი შეხედვით კი, კატასტროფულ სისულელედ ჩანს. მაგრამ საქმე რაშია, იცი? მოდი მაშინდელი პოლიტიკური ელიტის გადმოსახედიდან შევხედოთ. ქართველებს უბრალოდ არ ქონდათ არანაირი კონცეპტუალური ჩარჩო, რომ ეს მონღოლები აღებქვათ. ანუ, რას გულისხმობ? ანუ, მათ იწოდნენ როგორ ეომათ ბიზანტიელებთან, სელჩუკებთან, არაბებთან. ეს იყო ნაცნობი ტრადიციული ომი. მონღოლები კი სრულიად სხვა ფენომენი იყო. მათი ეს სუბუქი კავალერია, წარმოუდგენელი სისწრაფე, ტაქტიკური უკანდახევები, მსგავსი სამხედრო ხელოვნება კავკასიაში არავის ენახა. გასაგებია, ანუ საინფორმაციო ვაკუუმი მარტო ინფორმაციის არ ქონა კი არ იყო, თავში არ უჯდებოდათ ეგეთი რამე. ზუსტად. მოვლენა არ ჯდებოდა მათ მსოფლ მხედველობაში. და ყველაზე ტრაგიკული ისაა, რომ მონღოლებმა ის დაზვერვა დაასრულეს და წავიდნენ, ქართველებმა კი ჩათვალეს, რომ საფრთხემ სამუდამოდ ჩაიარა და მორჩა, დასკვნა არავის გამოუტანია. ხო და აი, მაგ დაუსაბუთებელი თავდაჯერებულობის ფასი ძალიან მალე გადავიხადეთ. სულ რამდენიმე წელიწადში კავკასიაში მოდის ხვარაზმელთა შახი, ჯალალად-დინ მანგბურნი. კაცი, რომელიც თვითონ ძლივს გამოექცა მაგ მონღოლებს. კი, გადარჩენისთვის იბრძვის და ეძებს ახალ ტერიტორიებს. ის წერილს წერს რუსუდანს, სთავაზობს ალიანსს და ითხოვს მორჩილებას. ჩვენი პასუხი კი როგორია წყაროების მიხედვით? უკიდურესად ქედმაღლური. ანუ, ფაქტობრივად დავცინეთ და შევახსენეთ შენ მონღოლებთან როგორ სამარცხვინოდ წააგეო. აი, ეგ იყო დიპლომატიური ეგოიზმის კლასიკური გამოვლინება. ანუ, დიდებულებმა იფიქრეს, თუ ჯალალად-დინი დამარცხდა იმ მონღოლებთან, რომლებიც ჩვენთან მოვიდნენ და მერე წავიდნენ, ესე იგი ჩვენ ამას მარტივად მოვერევითო. ლოგიკა ხო მაგარი ჰქონდათ რა. კი, მაგრამ მათ ვერ გაიაზრეს, რომ ჯალალად-დინი მოდიოდა 100,000-იანი სასოწარკვეთილი გამოცდილი არმიით. და შედეგად მივიღეთ 1225 წლის გარნისის ბრძოლა. ეგ ბრძოლა ალბათ უბრალოდ ტრაგედია კი არა, სამხედრო სტრატეგიის სრული აბსოლუტური კრახი იყო. ხვარაზმელთა უზარმაზარი არმია შემოდის და ჩვენი სარდლობა შიდა დაპირისპირების გამო ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობს. მესხების ნაწილი ბრძოლაში საერთოდ არ ერთვება. კი, ივანე, მხარგრძელის და შალვა ახალციხელის კონფლიქტის გამო. ხო, და ველზე რჩება ჯარის მარტო მეოთხედი დაახლოებით. 4000 საუკეთესო მეომარი. შალვა ტყვედვარდება და მერე უკვე მოხვა თბილისის ალყა და 1000 მოწამეობრივი სიკვდილი. მძიმეა, ძალიან მძიმეა და აქ ერთი მთავარი მექანიზმი უნდა დავინახოთ. ანუ ჯალალად-დინმა რეალურად ითამაშა ყინულმჭრელის როლი მონღოლებისთვის. მან ხომ ფიზიკურად გაანადგურა საქართველოს სამხედრო პოტენციალი. ანუ გზა გაუსუფთავა. ზუსტად. ამოწყვიტა ის ელიტური ბირთვი და ეკონომიკური ცენტრები, რაც თამარის დროს შეიქმნა. სახელმწიფო სრულიად გამოფიდა. აი ამიტომ, როცა 1260 წელს უკვე ნამდვილი სრულმასშტაბიანი მონღოლური არმია შემოდის ჩორმაღან ნოინის სარდლობით, საქართველოში აღარ დარჩა არანაირი რესურსი, რომ წინ აღდგომოდა. ხო და აი შემოდის ეს ჩორმაღანი 1266 წელს და ესე იგი მე ვკითხულობ წყაროებს და თვალებს ვერ ვუჯერებ ისეთი გავლენიანი დიდებულები, აი მაგალითად ავაგ მხარგრძელი, ეგარსლან ბაკურციხელი, ხალხი ვისი წინაპრებიც მთელ რეგიონს აზანზარებდნენ, ფაქტობრივად უბრძოლელად ნებდებიან. საკუთარ ციხეებს აბარებენ მტერს. დედოფალი რუსუდანი კი საერთოდ გარბის დასავლეთ საქართველოში ქუთაისში. აი რა ხდება აქ? რატო არ იბრძვის ეს ხალხი?
იმიტომ რომ მონგოლები იყვნენ არა მარტო უნიჭიერესი მეომრები, არამედ გენიალური პოლიტიკური სტრატეგები. მათ ეგრევე დაინახეს ქართული ფეოდალური სისტემის მთავარი სისუსტე შიდა ეგოიზმი. საინტერესოა, რანაირად გამოიყენეს ეგ. ანუ მათ არ გაუქმებიათ ქართული სახელმწიფო. მეფის ინსტიტუტი დატოვეს, მაგრამ შემოიღეს მართვის ისეთი სისტემა, რამაც ქვეყანა ინსტიტუციურად დაშალა. მათ აღმოსავლეთ საქართველო დაყვეს ვილაიეთებად და შექმნეს 8 დუმანი. თითოეულ ამ დუმანს 10,000 ჯარისკაცი უნდა გამოიყვანა პირდაპირ მონგოლებისთვის. მოდი ეს კარგად ავხსნათ, რომ სმენელისთვის სრულად გასაგები იყოს. ისევ ჩვენი კორპორატიული ანალოგია რომ მოვიშველიოთ. წარმოიდგინეთ, ახლა თქვენს კომპანიაში ხორციელდება ეგრეთ წოდებული მტრული შესყიდვა, hostile takeover. ახალი მფლობელები, ანუ მონგოლები შემოდიან, მაგრამ მენეჯმენტის გაგდების ნაცვლად რეგიონალური მენეჯერების ამ შემთხვევაში დიდებულების წახალისებას იწყებენ. ზუსტად, ეუბნებიან მათ, რად გინდათ საერთოდ მეթե? რატომ უხდით მას გადასახადებს? მოდით პირდაპირ ჩვენ ცენტრალურ ოფისს, ანუ დიდხანს ყარაყორუმში ჩაგვაბარեք ანგარიში. და ეს დიდებულებიც უცებ ხვდებიან, რომ თუ მეფეს უღალატებენ, ბევრად მეტი ძალაუფლება ექნებათ. კი, და იცი მაგას იმდროინდელ იურიდიულ ენაზე რა ერქვა? ხასინჯუ. ეს უბრალოდ ტერმინი არ არის, ეგ იყო მექანიზმი, რამაც მთელი ქართული ფეოდალური პირამიდა თავდაყირა დააყენა. მაგალითად, როგორც ეს 1266 წელს მოხდა, როცა აბაღა ხანმა სარგის ჯაყელს სამცხეში ზუსტად ეგ სტატუსი მისცა. ანუ ხასინჯუ გახდა. კი. და ეს ნიშნავდა, რომ ფეოდალი ხდებოდა პირდაპირ მონგოლთა ხანის ვასალი. გადასახედები პირდაპირ მათთან მიდიოდა, ჯარიც მათ ექვემდებარებოდა. საქართველოს მეფეს იმ ტერიტორიაზე აღარც ეკონომიკური და აღარც სამხედრო ძალაუფლება აღარ ჰქონდა. მოიცა, ანუ მეფე ფაქტობრივად მეფე აღარ არის. მას არც ჯარი ყავს და არც ფული აქვს. და ამ დროს ჩვენი დიდებულები თვეობით სხედან ცხენებზე, მიდიან 1000 კილომეტრის იქით ყარაყორუმში, იხელოდებიან კარვებთან და სვამენ ფაშათის რძეს, ოღონდ ხანისგან მიიღონ დასტური, რომ თავის ქართველ მეფეს აღარ დაემორჩილონ. ეს ხო უბრალოდ ეროვნული ღალატის ინსტიტუციონალიზაციაა. ნამდვილად ეგრეა, მაგ მონგოლური სისტემის გრძელვადიანი შედეგი სწორედ ეგ იყო, სეპარატიზმის ლეგალიზება. მათ ქართველების პირადი ეგოიზმი სახელმწიფოს წინამდე გამოიყენეს. ამას ხომ კიდევ ორმეფობა ემატება. აი, ეგეც ხო ცალკე თემაა. კი, მონგოლებმა დაამტკიცეს 2 მეფე, დავით ულუ და დავით ნარინი. ქვეყანა ფიზიკურად და პოლიტიკურადაც ორად გაიხლიჩა. ქართული ფსიქოლოგია დაირღვა. ერთიანი ცენტრი აღარ არსებობდა. მართლა უმძიმესი სურათია რა, ანუ ქვეყანა, რომელიც ცოტა ხნის წინ მთელ რეგიონს მართავდა, ახლა საკუთარი დიდებულების ამბიციების და უცხოელების ბიროკრატიის გამო უბრალოდ ნაწილებად იშლება. აქ უკვე ნებისმიერ ეგონება რომ მორჩა. ყველაფერი დამთავრდა და საქართველოს ისტორიაც აქ უნდა დასრულებულიყო. ხო, ლოგიკურად ეგრე უნდა მომხდარიყო. მაგრამ აი აქ ისტორია აკეთებს სრულიად დაუჯერებელ შემოbrunებას. სცენაზე გამოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, აი მართლა გენიალური ფიგურა, გიორგი მეხუთე ბრწყინვალე. მე-14 საუკუნის დასაწყისში ის იწყებს წარმოუდგენელ აღორძინებას. ეგ არის საოცარი ეპოქა. გიორგი მეხუთემ 13-14 წლიდან მოყოლებული აჩვენა არა უბრალოდ რაღაც ლიდერობა, არამედ დიპლომატიის ნამდვილი მასტერკლასი. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ღია სამხედრო დაპირისპირება ილხანებთან, ანუ ირანში დაფუძნებულ მონღოლურ სახელმწიფოსთან, აბსოლუტური თვითმკვლელობა იქნებოდა. აბა რა ჯარიც არ ყავდა წესიერი. და რა გააკეთა მან ამის სანაცვლოდ? მან გამოიყენა თვითონ ილხანთა შიდა დაპირისპირებები და ბიუროკრატია მათსავე წინააღმდეგ. ანუ ის დაუკავშირდა ილხანთა მთავარ ფიგურას ულუსბეკ ჩობანს და დაარწმუნა, რომ საქართველოს ერთიანობა და ძლიერი მეფე მონღოლებისათვისაც სარგებლის მომტანი იქნებოდა. იმიტომ რომ ხარკს დროულად აკრებდა. ზუსტად, გადასახედები სრულად შევიდოდა ცენტრში. აი ეგ არის, რაც მე პირადად ყველაზე მეტად მაოცებს გიორგი ბრწყინვალეზე. მან ხომ ქვეყანა გააერთიანა, არა რაღაც ეპიკური, ჰოლივუდური სისხლის მღვრელი ბრძოლებით, არამედ უბრალოდ ჭკუით.
მომლოდინე სტრატეგიით. მონღოლებს აჩვენა, რომ მე ვარ საუკეთესო მენეჯერი რეგიონში და ამის სანაცვლოდ მიიღო უფლება ფიზიკურად გაენადგურებინა ის ურჩი, სეპარატისტი დიდებულები, რომლებიც აქამდე ქვეყანას ძირს უთხრიდნენ და ის დაელოდა 10 წლეულები. ელოდა სანამ ოხროს ურდო და ილხანები ერთმანეთს არ გაანადგურებდნენ. ეგ იყო სტრატეგიული მოთმინების მწვერვალი. და როცა ილხანთა იმპერია მომართლა დაიწყო დაშლა, გიორგი მიმოქმედა. 1325 წელს მან სრულიად მშვიდობიანად, დიპლომატიით და ნათესაური კავშირებით შემოიერთა სამცხე. ის სამცხე, რომელიც ხომ გახსოვს პირველ გამოეყო სახელმწიფოს. მერე შემოიერთა იმერეთიც. ვაუ, ფაქტობრივად უბრძოლველად. და რაც მთავარია, მან აღადგინა ეკონომიკა, მოჭრა ახალი სტანდარტიზებული მონეტა, გიორგაული თეთრი. ამან ხომ საქართველო ხელახლა ჩართოს საერთაშორისო აბრეშუმის გზის ვაჭრობაში. და ბოლოს 1325 წელს, როცა ილხანთა ბოლო ძლიერი მმართველი აბუსაიდი გარდაიცვალა, მან უბრალოდ უხმაუროდ შეწყვიტა ხარკის გადახდა. მორჩა საქართველო ისევ თავისუფალი იყო. აქ უკვე ნამდვილად გონია, რომ ყველაფერი გამოსწორდა. უსმენთ ამას და happy end-ი გვაქვს, ხომ? გადაურჩით, მეორე ოქროს ხანა დადგა, ეკონომიკა მუშაობს, ქვეყანა ერთიანია, მაგრამ ისტორიას happy end-ები არ უყვავს. სამწუხაროდ არა, ეს რენესანსი დიდხანს არ გაგრძელებულა. მიუხედავად გიორგი მეხუთის ამ გენიალურობისა, გეოპოლიტიკური ვითარება კვლავ შეიცვალა. მე-14 საუკუნის მეორე ნახევარში ჩნდება ახალი, ბევრად უფრო სასტიკი ჯალა. თემურლენგი. კი, 1386-დან 1303 წლამდე მან 8 გამანადგურებელი შემოსევა მოაწყო საქართველოში. თუ მონღოლებს ხარკი და მორჩილება უნდოდათ, თემურლენგის მიზანი ხშირად ტოტალური განადგურება იყო. ის მიზანმიმართულად წვავდა ვენახებს, ანადგურებდა სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურას, და მანდ არის ერთი ძალიან საშინელი დეტალი, რაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე. ის მარტო ხალხს კი არ კლავდა, ატარებდა ეკონომიკურ გენოციდს. წყაროები მოწმობენ, რომ ათასობით საუკეთესო ქართველი ხელოსანი, არქიტექტორი, მიჭედელი და მწიგნობარი სამარყანდში გადაასახლა. თავის იმპერიის ასაშენებლად სჭირდებოდა ეგ ხალხი. კი, და წარმოიდგინეთ ახლა ქვეყანას, რომ ერთიანად გამოაცალო ყველა ინჟინერი, ექიმი, მშენებელი, დღევანდელი ტერმინით IT სპეციალისტი. ეკონომიკა ხო უბრალოდ ჩერდება. თემურლენგმა ზუსტად ეგ გააკეთა, მას საქართველოს წაართვა ტვინი და ხელები. და სწორედ ეგ იყო ყველაზე დიდი დარტყმა, დემოგრაფიული და ეკონომიკური სისხლდენა, რომლისგანაც ქვეყანას მერე საუკუნეები დასჭირდა გამოსასვლელად. თან ამას დაემატა შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი იმსხვერპლა. და ყველაზე ფატალური მაინც გეოპოლიტიკური ცვლილება იყო. ოსმალების გაძლიერებას გულისხმობ? კი, რეგიონში ოსმალები ძლიერდებიან და 1463 წელს კონსტანტინოპოლის საბოლოოდ ეცემა. თუ 1204 წელს ჩვენ ბიზანტიის დაცემით ვისარგებლეთ, 1453-ში ბიზანტიის საბოლოო განადგურებამ საქართველო აბსოლუტურ ჰერმეტულ იზოლაციაში მოაქცია. ისრაელის მსგავსად აღმოჩნდით მტრულად განწყობილი იმპერიების რგოლში, ოღონდ ყოველგვარი საგარეო დახმარების გარეშე. გასაგებია. ესე იგი, თუ ჩვენ ახლა შევაჯამებთ ამ ურთულეს 200 წლიან პერიოდს, რომელზეც დღეს ამდენი ვისაუბრეთ, რა სურათს მივიღებთ? რატომ დაემხო ოქროს ხანა? დასკვნა ასეთია. ოქროს ხანა დაემხო არა მხოლოდ გარეშე მტრის სამხედრო უპირატესობის გამო, მთავარი მიზეზები ყოველთვის შიგნით იყო. პირველი, როგორც უკვე ვთქვით, ეს იყო კატასტროფული საინფორმაციო ვაკუუმი და ახალი საფრთხეებისთვის მოუმზადებლობა. მეორე, დაუსაბუთებელი ამპარტავნება ჯალალადინთან მიმართებაში და მესამე, ალბათ ყველაზე დამანგრეველი ფაქტორი ეგ იყო შიდა ფეოდალური ეგოიზმი. ინსტიტუციური რღვევა, რომელიც მონღოლებმა ასე ოსტატურად გამოიყენეს. ანუ მტრული შესყიდვა შიგნიდან. კი, ძალიან მძიმე მოსასმენია ნამდვილად, როდესაც აცნობიერებ თუ როგორ დაიშალა ეს გიგანტური მექანიზმი. მაგრამ მე მინდა თქვენ, ვინც ახლა გვისმენთ, ერთი რამ დაგანახოთ. ამ ისტორიაში ყველაზე გამოუგნებელი ამ იმპერიის მარცხი კი არა, არამედ ამ ერის წარმოუდგენელი გამძლეობა. ნამდვილად. მაინც გადარჩა.
მათ გაუძლეს ჯალალად-დინის ტერორს, მონღოლურ მზაკრულ ბიუროკრატიას და თემურლენგის ხორცსაკებ მანქანას. ეს ნამდვილად ფენომენალურია. ენა, სარწმუნოება და ეგ საერთო იდენტობის განცდა აღმოჩნდა ის წებო, რამაც ეს ფრაგმენტირებული სისხლისგან დაცლილი ნაწილები შეინარჩუნა, რათა მერე ისევ გაერთიანებულიყვნენ. აი ზუსტად, სახელმწიფო სტრუქტურა დაიმსხვრა, მაგრამ შიგთავსი მაინც გადარჩა. ამიტომ მინდა დაგტოვოთ ერთი ფიქრით, სანამ შემდეგ ჯერზე ახალ წყაროებში ერთად ჩავყვინთავთ. როდესაც ვფიქრობთ ამ ისტორიულ კატაკლიზმებზე, მონღოლებზე, ხვარაზმელებზე თუ თემურლენგზე, ჩნდება ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა. რა კითხვა? განა ეს ტრაუმული სისხლიანი ეპოქა, რომელმაც დაშალა ოქროს ხანისის ძლევამოსილი სახელმწიფო, იმავდროულად არ იყო ის უზარმაზარი ისტორიული ქურა, რომელმაც გამოჭედა ქართველების ეს უნიკალური უნარი, ადაპტირდნენ და გადარჩენენ ყველაზე გამოუვალ სიტუაციებშიც კი. იქნებ სწორედ ამ კატასტროფამ გვასწავლა გადარჩენის ის კოდი, რომლითაც დღემდე მოვედით. აი, დაფიქრით ამაზე. გემშვიდობებით. დროებით, მომავალ შეხვედრამდე.